Გლობალური კაპიტალის ბაზრები ბოლო პერიოდში განსაკუთრებული ცვლილებების ეპიცენტრია. ინვესტორები ყურადღებით აკვირდებიან ცენტრალური ბანკების პოლიტიკას, საერთაშორისო აქტივების ფასების მოძრაობას და ეკონომიკური ზრდის პროგნოზებს. ეს ტენდენციები ბუნებრივადაა ისახება საქართველოსაც. ადგილობრივი ბაზარი თანდათან ვითარდება და ინვესტორებისთვის უფრო საინტერესო ხდება. როგორია გლობალური სურათი, როგორ ეხმიანება მას საქართველოს კაპიტალის ბაზარი და რა შესაძლებლობებს თავაზობს ინვესტორებს თემაზე ვცლად გალთან თაგართის კაპიტალის ბაზრების სამსახურის უფროსი ვანო კიკვილაშვილი არის ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. გადაცემის პირველ ნაწილში ჩვენ საუბრობთ გლობალურ ბაზრებზე არსებულ ტენდენციებზე და შესაბამისად ეხლა უკვე საინტერესოა აი ამ ბაზრებზე არსებული ტენდენციების გავლენა რეგიონზეც და განსაკუთრებით ბუნებრივია საქართველოს მოსახლეობას, რაც აინტერესებს არის გავლენა საქართველოს. თუმცა თავდაპირველად მინდა გთხოვოთ გლობალურ ბაზრებზე არსებული სურათის შეფასება, რა ტენდენციაა ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი საინვესტიციო ბანკის შეფასებით, რა სურათი გვაქვს და მე უკვე გადმოვიდეთ მის გავლენებზე. მოგესალმებით პირველ რიგში, დიდი მადლობა მოწვევისთვის. უშუალოდ გლობალურ ბაზრებზე რო ვთქვათ, ალბათ მიმდინარე მოვლენებიდან ყველაზე მეტად გამოვარჩევთ იმ ფაქტს, რომ ამერიკაში მიმდინარე earnings სეზონიდან, ანუ იმ სეზონიდან, როცა კომპანიები აქვეყნებენ თავიანთ შემოსავლებს, 91% S&P 500-ში შემავალი კომპანიებისა უკვე გამოქვეყნებული აქვს თავის შემოსავლები და აქედან 82%-ის შემოსავლებმა მოლოდინებს გადააჭარბა. ეს მაჩვენებელი ბოლო 10 წლის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით გაცილებით უკეთესია, რაც მიუთითებს, რომ ამერიკული კომპანიების შემოსავლები იზრდება და იზრდება მოლოდინებთან შედარებით უფრო მაღალი ტემპით, რაც რა თქმა უნდა ძალიან დადებითი ფაქტორი არის. ამასთან ერთად ალბათ უახლოეს პერიოდში ყველაზე მნიშვნელოვანი განსაზღვრელი ფაქტორი, ანუ უშუალოდ ბირჟების მიმართულების იქნება ამერიკის ეკონომიკის მიმართულება, ესე რომ ვთქვათ, არიან კონკრეტული საინვესტიციო ბანკები, რომლებიც მომავალ წელს ამერიკაში რეცესიას პროგნოზირებენ, თუმცა ჯერჯერობით უშუალოდ ეკონომიკური მაჩვენებლებზე დაყრდნობით რთულია იმის თქმა, რომ მომავალ წელს რეცესია იქნება. შესაბამისად, წლის ბოლომდე მაინც დიდი ალბათობით ბირჟები უფრო პოზიტიურ ნოტაზე განაგრძობენ სვლას ვიდრე ნეგატიურს. ამას გარკვეულწილად უწყობს ხელს შატდაუნის დასრულებაც. კი ბატონო, შატდაუნის დასრულება დიდი ალბათობით უკვე დიდი ხნის ასახული არის ბაზრებში და ვთქვათ დღევანდელი ნიუსი არ არის ვთქვათ ბაზრის მიმართულებისთვის იმდენად მნიშვნელოვანი, რასაც ისიც ადასტურებს, რომ დღეს მაგალითად ბაზარი არ ქონდა არანაირი კი. ამიტომ შატდაუნი ალბათ დიდი ხნის ასახული არის ბაზრის ტონალობაში და ეხლა უფრო მნიშვნელოვანი არის ვთქვათ უახლოესი პერიოდის ინფლაციის და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები. კი ბატონო, კარგ ნაწილთან მიხვედით, ინფლაცია საქართველოს ეკონომიკაზე გლობალურ ინფლაციის გავლენა საკმაოდ მაღალია, ყოველ შემთხვევაში ასეთია ოფიციალური პოზიცია, ეროვნული ბანკისა და ხელისუფლების პოზიციაც, ამიტომ საინტერესოა ერთ-ერთი წამყვანი საინვესტიციო ბანკის გადმოსახედიდან გლობალურ ბაზრებზე არსებული ტენდენციები რამდენად ახდენს გავლენას საქართველოზე და თუ ახდენს, მაგალითად რა კუთხით და მე უკვე აუცილებლად უნდა ვისაუბროთ ინვესტორთა განწყობაზე. თქვენ გიწევთ ამ ინვესტორებთან ყოველდღიური შემხებლობა კაპიტალის ბაზრების, მათ შორის თუნდაც დაკვირვების კუთხით, ასევე მათთვის მხარდაჭერის კუთხითაც გალთან თაგართს, ამიტომ საინტერესოა რამდენად აისახება ეს პროცესები საქართველოს ეკონომიკაზე. კი ბატონო, ზოგადად ჯამურად ბაზრის აპეტიტი, ესე რომ ვთქვათ, რისკ აპეტიტი მთლიანი გლობალური ფასიანი ქაღალდების მიმართ აპეტიტზე აისახება. ანუ თუ მაგალითად გლობალურ ბაზრებზე ინვესტორთა შეხედულებები ჯამურად ბაზრების მიმართ ნეგატიურია, ეს ყველა ქვეყანაზე გადაითარგმნება. თუმცა საბოლოო ჯამში საქართველოს და ქართული ფასიანი ქაღალდების მიმართ აპეტიტი ქართული და საქართველოში და რეგიონში მიმდინარე მოვლენებიდან უფრო მეტად გამომდინარეობს. ეხლა ბოლო პერიოდის ორი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ალბათ ამ მიმართულებით არის აგვისტოში განთავსებული Silk Road Group Holding-ის $400 მილიონი ევროობლიგაცია და ამ კვირის დასაწყისში განთავსებული საქართველოს ბანკის ევროობლიგაცია. პირველზე რომ ვისაუბროთ, ეს იყო ძალიან მსხვილი ტრანზაქცია საქართველოდან და
ინვესტორთა ინტერესის სამჯერ აღემატებოდა ჯამური ფასიანი ქაღალდის მოცულობას, რაც იმაზე მიუთითებს, რომ საერთაშორისო საზოგადოებას ქართული კომპანიების მიმართ, რა თქმა უნდა, კონკრეტულად Silk Road Group Holding-ის მიმართაც, მაგრამ ქართული ეკონომიკის მიმართაც დადებითი შეხედულებები აქვს და მათი აპეტიტი მაღალია. საქართველოს ბანკის ევროობლიგაცია კიდევ უფრო ხაზგასმელია, იმიტომ რომ ის დენომინირებული იყო ლარში. როგორც წესი, ქართველი ემიტენტები საერთაშორისო ბაზრებზე გადიან უცხოურ ვალუტაში, ძირითადად აშშ დოლარში. საქართველოს ბანკის ევროობლიგაცია იყო ლარში დენომინირებული, განთავსდა 450 მილიონი ლარის მოცულობის ფასიანი ქაღალდი და ინვესტორები იყვნენ სრულიად საერთაშორისო ფონდები, საერთაშორისო ინსტიტუტები. რაც კიდევ ერთხელ იმაზე მიუთითებს, რომ პირველ რიგში საქართველოს ბანკი მათ თვალში მაღალი ხარისხის კომპანიაა და ამავდროულად იმაზეც მიუთითებს, რომ მათი მოლოდინები საქართველოს მიმართ და ეკონომიკის მიმართ დადებითი არის, სხვა შემთხვევაში ისინი ლარში ინვესტირებისგან თავს შეიკავებდნენ. საკმაოდ საინტერესო ნაწილს ეხებით, რეალურად ქვეყნის ეკონომიკის მიმართ ინტერესთან დობას რა განსაზღვრავს, მაშინ ასე ვიკითხავ, მაგალითად როგორ ხვდებიან გალთენ თაგარცის ტიპის კაპიტალიც ყოველ რაღაც პერიოდულობით აქვეყნებს საქართველოს ეკონომიკის ერთად მიმოხილვებს, ხო? რა ტენდენციებია, როგორია სურათი, მათ შორის ამ მოცემულობას და ამ ინფორმაციას იყენებთ მე უკვე ინვესტორებთან სასაუბროდ და საერთაშორისო ასპარეზზე, ამათი კომპანიის მხარდაჭერის ნაწილში. რეალურად საქართველოს ეკონომიკა მათ შორის თქვენი მონაცემებიდან გამომდინარე, როგორ არის შეფასებული, რა სურათი გვაქვს საქართველოს ეკონომიკაში, რომელიც საფუძველია ერთგვარად ინვესტორებისთვის, რომ ამ ეკონომიკას ენდონ. ხო, საქართველოს მოქალაქეებს ჩვენ კითხვები გვაქვს, ბუნებრივია, ხო? ანუ აი რამდენად აისახება ეს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები ჩვენ შემოსავალზე და შემდგომ და ეჭვის თვალით ყურება ძალიან ბევრი კითხვა ისმის დარწმუნებული ვარ თქვენს გარშემოც. ამიტომ საინტერესოა გლობალურად ინვესტორები როგორ აფასებენ ამ პროცესს. ხო, ეგ იყო აი საქართველოს ბანკის ევროობლიგაციების განთავსების პროცესში ინვესტორებთან ზარების ყველაზე მთავარი ანუ სასაუბრო თემები, ანუ უშუალოდ რა მდგომარეობაა ეკონომიკაში და რა მოლოდინები აქვს თქვა საქართველოს ბანკს, როგორც ერთ-ერთ სისტემურ ბანკს ქართული ეკონომიკის მიმართ. პირველ რიგში ანუ ზრდა ბოლო წლების განმავლობაში ესე ვთქვათ, ინფლაციის ეფექტის გამოკლებით, ანუ real growth, რასაც ეძახიან რეალური ეკონომიკური ზრდა, კი ბატონო. იყო ძალიან მაღალი, ანუ ორნიშნა ზრდა იყო ბოლო წლების განმავლობაში, წელსაც, ну, ორნიშნა არა, თუმცა ორნიშნასთან მიახლოებული ზრდის მოლოდინია და მათ შორის წლის დასაწყისთან შედარებით ზრდის პროგნოზები გაზრდილი არის, ანუ გაუმჯობესებული არის მოლოდინები. გარდა ამისა, ინფლაცია დაბალ დონეზე არის და ქვეყნის ფისკალური მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში მიზნობრივსაც და მაინც დაბალია ინვესტორების გადასახადი. მიზნობრივსაც და თუმცა ძირითადად საკვებიდან გამომდინარე და საკვები ქორ ინფლაციაში არ შედის და ძირითადად ინფლაციას როცა უყურებენ ქორ ინფლაციას. ქორ ინფლაცია არის სტაბილური, ეგეც ერთ-ერთი კითხვა იყო, რომელიც ინვესტორთა ზარებზე ისმოდა, თუმცა პასუხი მანდ არის, რომ იქიდან გამომდინარე, რომ ქორ ინფლაცია ჯერჯერობით არ არის გაზრდილი, არა გვაქვს საკმარისი სამხილები იმისთვის, რომ ვთქვათ, რომ ინფლაციური მოლოდინები გაზრდილი არის საქართველოში. ხო, რო დაუბრუნდეთ ანუ პირველ თემას, ქვეყნის ფისკალური დისციპლინა საკმაოდ მაღალი არის, ქვეყნის ვალი შემცირებული არის, უცხოურ ვალუტაში ვალი, უშუალოდ სახელმწიფო ვალი შემცირებული არის, რეზერვი ისტორიულად მაღალ დონეზე არის, შესაბამისად, ეკონომიკის ფუნდამენტური ფაქტორები კარგად გამოიყურება, შესაბამისად, ეს იყო ერთ-ერთი, მოკლედ, მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელსაც ხაზს უსვავდით უშუალოდ ინვესტორებთან ზარებზე. საუბრისას და ანუ შესაბამისად მათი დარწმუნება მარტივად მოახერხეთ. თანხის მოცულობიდან გამომდინარე გამოგივიდათ ეს რეალურად? ხო, ანუ ზოგადად უცხოურ ვალუტაში ინვესტირებაში, უпростоრად ადგილობრივ ვალუტაში ინვესტირებაში უცხოელი ინვესტორების დარწმუნება არ არის მარტივი, იმიტომ რომ ყოველთვის არის შიშები, რომ თქვა შეიძლება დღეს, ანუ ახლოს 1-2 წელიწადში სტაბილურობა იყოს, მაგრამ ისეთი ვალუტები, როგორც არის ლარი, მაგალითად, ან ლირა, ან თქვა ჩვენი რეგიონის სხვა ადგილობრივი ვალუტები, საკმაოდ მოწყვლადი არის სხვადასხვა რეგიონული ან გლობალური შოკების მიმართ. თუმცა, მაინც საბოლოო ჯამში ვიტყოდი, რომ იქიდან გამომდინარე 450 მილიონი ლარი განთავსდა, საბოლოო შედეგი საკმაოდ დადებითი იყო ამ ტრანზაქციის. კი ბატონო, მაშინ ახლა ისე ვიკითხავ რისკები
სად არის და რა მიმართულებით ხედავთ ამ შემთხვევაში რისკებს, რა პროცესებია, რომელმაც შესაძლოა დაუშვათ ეს მოლოდინები გააუარესოს თქვენთვისაც და შესაბამისად მე უკვე ინვესტორებთან სასაუბროდაც გაგირთულდეთ მდგომარეობა. ხო, ალბათ ყველაზე მთავარი იმისთვის, რომ ინვესტორთა ნდობა და ინტერესი შენარჩუნდეს ქართული ეკონომიკის და ქართული ფასიანი გაყიდვების მიმართ არის ბიზნესის ზრდა, ანუ შემოსავლიანობის, მომგებიანობის ზრდა და ეკონომიკური ზრდა. თუ ეს ტენდენციები გაგრძელდება, მათი მხრიდან შეგვიძლია გქონდეს იმის მოლოდინი, რომ საქართველოში ინვესტირება გაგრძელდება და ისეთი ტრანზაქციები, როგორც იყო მაგალითად Silk Road Group Holding-ის, საქართველოს ბანკის, კიდევ შეგვიძლია რომ ვიხილოთ უახლოეს მომავალში. კი ბატონო, თქვენ ბრძანდებით გალთენთ აგერთის კაპიტალის ბაზრების მიმართულების ხელმძღვანელი. თქვენი გადმოსახედიდან საქართველოში კაპიტალის ბაზარი რა განვითარების რა ეტაპზეა და აი ამ ნაწილში სად ვართ და როდესაც ინვესტორების ნდობაზე ვსაუბრობთ, რამდენად ღიაა ქართული ეკონომიკა ინვესტორებისთვის, თუნდაც ამ ნაწილის გადმოსახედიდან, რომელთან მიმართებაში ძალიან ხშირად არის ხოლმე კითხვა, აი გვაქვს კი კაპიტალის ბაზარი რეალურად განვითარებული ან სად ვართ? ჩვენ კაპიტალის ბაზარს ალბათ ორ ნაწილად რო გავყოთ, ანუ სასესხო ფასიანი გაყიდვების მიმართ ბოლო წლების განმავლობაში ძალიან კარგი ზრდა გქონდა. წელსაც მოლოდინი გვაქვს, რომ 2025 წელი იქნება რეკორდული წელი და გამაუმჯობესებს 2023 წლის შედეგს. ამ ჭრილში, თქვათ, ჩვენი როგორც პატარა ეკონომიკის კონტექსტში რო შევხედოთ, ჩემი აზრით ძალიან კარგი განვითარების ტემპი გვაქვს უშუალოდ სასესხო ფასიანი გაყიდვების მიმართულებით. თუმცა ძალიან ბევრი წელია, ალბათ 10 წლეულზე მეტია, რაც საქართველოში არ ყოფილა კაპიტალის ინსტრუმენტის ემისია, ანუ აქციების გამოშვება არ მომხდარა, რაც ჩემი აზრით უნდა იყოს ალბათ შემდეგი ნაბიჯი და შემდეგი ლოგიკური განვითარება ქართული კაპიტალის ბაზრისთვის. თუმცა ამ მიმართულებით არის რამდენიმე სირთულე. პირველ რიგში ეს არის ინფრასტრუქტურის არარსებობა. გულისხმობ იმას, რომ საქართველოს საფონდო ბირჟა საკმაოდ მოძველებული არის, სისტემა უშუალოდ არის ძალიან ძველი. ეხახანს გაიშვა თბილისის საფონდო ბირჟა, თუმცა მასაც არ აქვს ონლაინ ვაჭრობის ფუნქციონალი, რაც 2025 წლის კაპიტალის ბაზრების კონტექსტში ძალიან რთული ფაქტორი არის, იმიტომ რომ მაგალითად ამერიკის ან ევროპის ნებისმიერ ბირჟაზე ფასიანი გაყიდვები შეგვიძლია შევიძინოთ ახლავე ტელეფონით. და ქართულ რეალობაში ქალაქები ამას აკეთებენ, მართალია ძალიან შესაძლოა რაღაც გარკვეულწად მცირე თანხებით, თუმცა ეს ძალიან პოპულარული გახდა ბოლო პერიოდში. ესეა და ანუ მარტივად ხელი მიგვიწვდება უცხოურ ბირჟებზე, თუმცა ხელი არ მიგვიწვდება მსგავსი აქ პრობლემა თავად ქართულ საფინანსო სისტემაში ხომ არ არის და მათ შორის განვითარების იმ სქემაში, რომელიც გვაქვს ჩვენ წლების განმავლობაში მივეჩვიეთ, რომ გვაქვს ძალიან ძლიერი საფინანსო სექტორი, საბანკო სექტორი ამ შემთხვევაში და მივყვებით ამ სისტემას და მათ შორის კაპიტალის ბაზრების განვითარებაზე ნაკლებად იზრუნა თავად კერძო სექტორმა, სახელმწიფოს ნაწილს გადაცემის ბოლოსკენ აუცილებლად შევეხები, თუმცა ამ შემთხვევაში დაუშვათ თავად ამ ბაზრის მოთამაშეების პასუხისგებლობაც ხომ არ არის, იმიტომ რომ წლების განმავლობაში ერთ-ერთი მთავარი კითხვა სწორედ საფინანსო სექტორის მონაწილეების მიმართ ისმოდა თითქოს რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ისინი არ იყვნენ დაინტერესებული, რომ ეს ბაზარი კარგად განვითარებულიყო, იმიტომ რომ ალტერნატიული დაფინანსების წყარო შემოდიოდა ხო რეალურად ბიზნესებისთვის. რეალურად ანუ შედეგიდან რო შევხედოთ, ხო, ანუ ბოლო წლების განმავლობაში ობლიგაციების ბაზარი, რომელიც იდეაში საბანკო ცესხების ალტერნატივა არის, ძალიან გაზრდილი არის, რამაც საბოლოო ჯამში ძალიან დადებითი გავლენა მოახდინა ემიტენტების დაფინანსების ხარჯებზე და ამავდროულად ინვესტორების მხარეს ძალიან სარფიანი საინვესტიციო ინსტრუმენტი გააჩინა. შესაბამისად, ალბათ იმის თქმა, რომ არსებული მოთამაშეებისგან ბაზარზე ნაკლები ყურადღება იყო მიქცეული, რთულია, თუმცა მეორე მხრივ ისიც უნდა ითქვას, რომ დღეს იქიდან გამომდინარე, რომ ეს ობლიგაციების ბაზარი და ის ინვესტორთა ბაზა, ვინც ობლიგაციებში აინვესტირებს, გყავს, ეს უნდა გამოვიყენოთ და უნდა გადავდგათ შემდეგი ნაბიჯი. ხშირად მოგმართავენ ხოლმე, რომ მათ შორის დაეხმაროთ და მხარდაჭერა გაუწიოთ საქართველოს საფონდო ბირჟებზე და ბირჟაზე დაუშვათ ობლიგაციების განთავსების მიმართულებით? კი, ყველა ობლიგაცია, რასაც ჩვენ უშვებთ, თავსდება ადგილობრივ ბირჟაზე. თუმცა ობლიგაცია თავისი შინაარსით არ არის სავაჭრო ინსტრუმენტი, ანუ
უცხოურ ბაზარზეც ობლიგაციებით აქტიური ვაჭრობა ისე როგორც აქციებით მაგალითად არ მიმდინარეობს, აქცია ბევრად უფრო აქტიური ინსტრუმენტი არის თავისთავად. ამიტომ ვამბობ, რომ ეხა ყველაზე ლოგიკური ნაბიჯი არის, რომ ბირჟის მხარეს განხორციელდეს ინვესტიცია, რომ ბირჟას გაუჩნდეს სავაჭრო პლატფორმა, რომ მოქალაქეებმა შეძლონ მარტივად ტელეფონით ან ლეპტოპით ქართულ ბირჟაზე ვაჭრობა, რის შემდეგაც ჩვენ ხედავთ პოტენციალს, რომ არიან მსხვილი ქართული კომპანიები, რომელსაც შეუძლიათ დღეს რომ აქციები გამოუშვან და იყვნენ სარფიანი საინვესტიციო ინსტრუმენტი ადგილობრივი ან საერთაშორისო ინვესტორებისთვის. აქვე იმასაც ვიტყვი, რომ ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად ვმუშაობთ, მათ შორის თბილისის საფონდო ბირჟასთან ერთად და მათ შორის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ერთადაც. რათა აი ეს ფუნქციონალი და ეს ინფრასტრუქტურის დანაკლისი, რაც დღეს არსებობს, აღმოუправთ ალბათ 2026 წელს. კი ბატონო, და ამ ნაწილში სახელმწიფოს როლი როგორია თქვენი გადმოსახედიდან და სახელმწიფო რამდენად სწორად გავს ნაბიჯებს კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულებით? ხო, რეალურად კაპიტალის ბაზრის განვითარება ჩვენი ეკონომიკის განვითარების გეგმაში დევს როგორც ერთ-ერთი მაღალი პრიორიტეტი და აქედან გამომდინარე ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები იდგმება. პირველი, რაცაც ალბათ ძალიან ხაზი უნდა გაუსვათ, არის კაპიტალის ბაზრის განვითარების პროგრამა, რომელიც დღესდღეობით მიმდინარეობს და საკმაოდ წარმატებულადაც აწარმოებს საქართველოს მხრიდან და საკმაოდ ბევრმა ემიტენტმა, მათ შორის 2024 წელს და 2025 წელს მიიღო საგრანტო დაფინანსება მათგან, რაც დამატებითი წამახალისებელი ფაქტორი არის იმისთვის, რომ კომპანიებმა ობლიგაციები გამოუშვან და ვიცით, რომ ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები იდგმება, რომ ახალი წამახალისებელი მექანიზმები გამოჩნდეს ბაზარზე. ამაზე გარკვეული დეტალები ჯერჯერობით არ არის ცნობილი, თუმცა ესეც რა თქმა უნდა მისასალმებელია, რადგან საბოლოო ჯამში გონია, რომ აქტივობას კაპიტალის ბაზარზე გაზრდის. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის, წარმატებებს გისურვებ და კვლავაც სიამოვნებით გიმას მისდევთ ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში.